ეს გაშლა ეხება მამაკაცს, რომელიც ასე ვთქვათ, ახლად გაღვიძებულია, ახალ ცნობიერებაში არის გადასული, ეს ეხება მამაკაცს, რომელიმაც შეცვალა თავისი ცხოვრება, რომელიც გრძნობს, რომ მაშინ გაიღვიძა რაღაცა აღმოჩენებმა, რაღაცა ცხოვრებისეულმა გადაფასებამ და მისი ცნობიერება არის შეცვლილი, მისი ფიქრები, მისი დამოკიდებულება არის შეცვლილი ცხოვრებისადმი და ეს ეხება მამაკაცს, რომელიც აქტიურად ფიქრობს ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვზე. შეგიძლიათ ცხადი ამ ვიდეოს უყუროს მამაკაცებმა, ან თქვენ ჩაიფიქრეთ მსგავსი ტიპის მამაკაცი, ქალბატონებო, და ვნახოთ ახლა გაშლა. სრული გაშლა, რომელსაც ვაკეთებ მე ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი, რომ ასე გავცვალოთ ენერგიები, არსებული ენერგიები. ხოლო ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591233507 ან ასე ვთქვათ, დამიკავშირდით Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქიმ კურნალი, მომწერეთ იქ. მაშინ ასე, ეს მამაკაცი აი ეს მამაკაცი შეყვარებულია, ამოდის შეყვარებული, მაგრამ ორი ქალი არის მის ცხოვრებაში. ორი ქალი ამოდის მის ცხოვრებაში. ორივე ქალი დაკარგული ყავს. ორივე ქალი ყავს დაკარგული. მოდი ვნახოთ უფრო ღრმად რა ხდება, რა მოხდა, რატო ხდება ესე, რატო ვერ გაუფრთხილდა ან ერთს ან მეორეს და ამ ორი ქალიდან ვის რა სტატუსი და ვის რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში და მის გულში. ვნახოთ ასე. ამ მამაკაცზე წარსულში ჩანს მაგიური ზემოქმედება. ქალისგან გაკეთებული მაგიური ზემოქმედება მისი სიყვარულის მოსაპოვებლად. აი ზუსტად ეს ერთ-ერთი ქალია ამ ორი ქალიდან, ვინც ეს გააკეთა და მოდი ვნახოთ რა ხდებოდა. ამ ქალს სურდა, ეს ქალი როგორ ჩანს, ასე ვთქვათ, მეუღლე იყო ამ მამაკაცის, იმიტომ რომ ოჯახის გადარჩენა, აი ესეთი ფრაზით, მიზეზით გააკეთა ეს მაგია. მაგიაში გამოყენებული იყო გზაჯვარედინი, ბოქლომი, გასაღები, პირდაპირ ჩანს რა იარაღები გამოიყენა, ნემსები, კვერცხი, სერიოზული მაგიები აქვს გაკეთებული ამ კაცის მოსაბრუნებლად, ოჯახში მოსაყვანად. ალბათ უკვე ხვდებით, რომ აქ იყო რაღაცა სასიყვარულო სამკუთხედი, ოღონდ არათუ ქალმა ვინც უყვარდა, ანუ მან გაუკეთა, არამედ მეუღლეს აქვს გაკეთებული ეს მაგიური, რომ სიყვარული მოებრუნებინა ქმრის სახლში. ეხლა ნახე, მინდა გავმარტო. სამყაროში თუ ადამიანური მორალით, სტატუსით ცოლი თუ გაქვს ხარ, ან სტატუსით ქმარი თუ ხარ, ანუ მეუღლე, ბევრი სამწუხაროდ ესე თვლის, რომ თუ სტატუსით ვარ მეუღლე, მორჩა ჩემი საკუთრება, ჩემი მეორე ნახევარი, ქმარი თუ ცოლი. მაგრამ სამყაროსთვის ესე არ არის, სამყარო რაღაცებს ცოტა არ იყოს სხვანაირად უყურებს და როდესაც კაცი მიდის ოჯახიდან სხვა ქალთან, მორალურად სამყაროს სამართლიანობიდან გამომდინარე, მეუღლეს რაც შეუძლია გააკეთოს, უნდა გააკეთოს წმენდები, მაგიის მოხსნები, მეუღლის მაგიის აურის, ოჯახის, თავისი აურის გასუფთავება, ეს ენერგეტიკულ მხარეს გულისხმობთ, თორე ასე უნდა ფსიქოლოგიური სამუშაო უნდა გააკეთოს მეუღლემ, რატომ მიიზიდა ეს სიტუაცია თავის ცხოვრებაში, რატო გამოჩნდა სხვა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ფსიქოლოგიურ თემას არ ჩაუღრმავდები მაგიურ მხარეს განვიხილავ, რადგან მაგია ამოვიდა. ამ შემთხვევაში ენერგეტიკულად სწორია, მორალურად და კარმულად სწორია, რომ მეუღლე დაიცვა, ხომ არ არის ეს მაგიით წასული და წმენდები გააკეთო, თუ ცხადია სრული გაქვს მისი მობრუნების. მაგრამ როდესაც იყენებ შავ მაგიას, უკვე აღარ ხარ მართალი, უკვე აღარ ხარ სწორი და განსაკუთრებით შენ თუ იცი, რომ აქ მაგიით კი არ არის შენი მეუღლე წასული, არამედ სიყვარულით და ემოციით, მართლა არ მესმის აღარც მორალურად
ასე ვთქვათ, გამოშტერებული და ზომბად ქცეული ფუტლი არის, რაში გჭირდება ცოდვას, რომ თავი დავანებოთ, ხო? და თავმოყარეობა სად არის აქ, რომ უსიყვარულო კაცს აჯაჭვავ და ძაღლივით აბავ შენს კალთაზე, ძალიან დიდი უთავმოყარეობაა და ასევე დაიმძიმა, ასე ვთქვათ, ძალიან დაიმძიმა თავისი კარმა, თავისი ენერგეტიკა, იმიტომ რომ ესე ძამკაფიოდ ჩანს, რომ მიმართა მაგს, რომელმაც გამოიყენა ისეთი მოკლუმით ჩაკეტა, რასაც აკეთებენ ხოლმე იყო ნემსები, როგორც თქვი გამოყენებული შუაღამეზე, გზაჯვარედინზე, კვერცხების დამარხვა და ასე შემდეგ გაკეთებული. თუმცა, აი რა მინდა ვთქვა, ალბათ რაღაცა პერიოდი იმუშავა მაგია. მიიღო შედეგი, იყო კმაყოფილი, მაგრამ დღესდღეობით ჩანს, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს ამ ქალთან ურთიერთობა გაწყვეტილია, სახლთან და ოჯახთან ურთიერთობა გაწყვეტილია, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ვადა აქვს. ან საერთოდ მაგით რომ იცოდეთ ძირფასო ქალბატონებო, ან გავადე ყველაფერი თავზე დაგეყრება და ყოველ შემთხვევაში მოგიბრუნდებათ კარმა, არ არსებობს კარმას არავინ არ გაქცევია. კარმას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაექცევი თუ იაზრებ ჩადენილ შეცდომას და ინანიებ ამას, რაც აქვს ქრისტიანულ რელიგიას, გულწრფელად თუ მოინანიებ ამას, მაშინ წვავ კარმას და თუ ასწორებ ამას, თუ ეს არ გაგაცნობიერებული, არ არსებობს კარმას, არავინ არ აცდენია. და ჩანს რომ დღეს ეს კაცი აღარ არის ოჯახში, აღარ არის ამ ქალთან და ამდენი ფული დაკარგა, იცხოვრა, არ ვიცი, თვეები თუ წლები ტყუილში, ყავდა, იმიტომ რომ მაგია აშტერებს ადამიანს, ზომბად აქცევს, ამსგავსებს გასაფერთო ჯინას, ანუ უგრძნობს აზროს, ხო, უბრალოდ იმ კაცის ფიტული აქვს გარეგნობა, რომელიც გიყვარდა ერთ დროს, ხო, აღარაფერი არ რჩება ხოლმე მაგიის შემდეგ და სიცოცხლეს უმოკლებს ჩემო გოგონებო, მამაკაც და თუ ადამიანი გიყვართ, ნუ გაუკეთებთ მათ მაგიას, ნუ შეუმოკლებთ სიცოცხლეს, ხო? თქვენ თავიც გიყვარდეთ, ნუ დაიმძიმებთ კარმას, ისიც გიყვარდეთ, ნუ შეუმოკლებთ სიცოცხლეს, ხვას. და თავმოყარეობა გქონდეთ კიდე, თქვენი თავი შეიყვარეთ, არაკადროთ თქვენ თავს დაბმული ზომბი კაცის სახლში. ეს მინდოდა მეთქვა. დიახ, ჩანს. აი ამ მაგიის შედეგად, როგორც ჩანს ეს მამაკაცი იყო ძალიან სექსუალური ენერგიის მატარებელი, ცოტა არ იყოს ეშმაკის ენერგია მოდის ამ მამაკაციდან და რას გულისხმობ ეშმაკის ენერგიაში, ამ შემთხვევაში ნუმეროლოგიურ ეშმაკის ენერგიას გულისხმობ, რომ ჩანს რომ ეს კაცი იყო ძალიან სექსუალური, ძალიან ბნებიანი, აი ესეთი მამაკაცი, ძლიერი მამაკაცი, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ, შესაძლებლობა მუხტი რაღაცა სხივი, რაც იზიდავს ქალბატონებს და აი ეს რაღაცა, რაც მოსწოთ ხოლმე ქალებს, ხო, რაღაცა დიდი მუსკულარული ენერგია, რომელიც აფრქვევს ადამიანიდან, ეს ყველაფერი ქონდა, მაგრამ ეს მისი მზე, სიკაშკაშე, რაღაცა ეს ბრწყინვალება, მე არ ვამბობ აუცილებლად გარეგნობით შეიძლება ყოფილიყო რაღაც სასწაული, მაგრამ აი ეს სექსუალური ენერგეტიკული ცეცხლი, ეს მიმზიდველობა, რაც ეშმაკის ენერგიას, ასე ვთქვათ, ახასიათებთ, ნამდვილად ქონდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი, ეს მამაკაცი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, შეიძლება იყო 15 რიცხვში დაბადებული, საკმაოდ იშვიათი ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები და შეიძლება ყოფილიყო 15 რიცხვში დაბადებული ეს ადამიანი. და მიუხედავად ცეცხლოვანი მისი სექსუალური ენერგიისა, მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც მიწისტიქის მამაკაცი უნდა ყოფილიყო. და აქ ჩანს, რომ ეს მისი ცეცხლოვანება, ანუ კაცის ცეცხლოვანება ენერგია, როცა იწვება ქვედა ჩაკრებს, როდესაც მაგიით, ან სხვა რამითი ახშობ, ხო? ასევე ეს პირდაპირ დამოკიდებულია მის ფინანსურ შემოსავლებთან, მისი ფინანსების წავიდა უკან, მისი მოკლედ სასიცოცხლო ენერგია ხო მიდის უკან,
რაღაცა დაავადებები, სულიერი ტკივილები, ასე ვთქვათ. მოკლედ, აი, კაცი, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ აი ესეთი არის სექსუალურად მზინავს, ბრწყინავს, ანათებს და უცებ კაცი, რომელიც აი უყურებ და რაღაცა დნება ხედავ და ილევა და აღარაფერი აღარ შეუძლია. აი ესეთ მამაკაცად აქცია ამ მეუღლემ მხოლოდ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა ოჯახი. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქალი ფიქრობს ამას და მე ისევ და ისევ ამ ქალების ტრაგედიას ვხედავ ამაში, იმიტომ რომ შეიყვარეთ თქვენი თავი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეიყვარეთ და დააფასეთ თქვენი თავი. არ აკადროთ თქვენ თავს ძაღლებით დაბმული მუმია სახლში. ხო, ეხლა რა ხდება კიდე ამ კაცთან? აი, რაც შეეხება ეს ფინანსური რაღაცა, მთელი ძალისხმევა გადაისროლა ამაში და ასე თუ ისე ფინანსები წამოსწია. ნახა რომ უკან მიდიოდა, ესე აღარ შეიძლებოდა ყოფნა და თუ კი რამე რესურსი ქონდა, ჩადო აი ამ ასე ვთქვათ თავის კარიერაში, შეიძლება რაღაც კერძო ბიზნესიც წამოიწყო. ასევე ჩანს, რომ შეიძლება დატოვა ის სამსახური, სადაც მუშაობდა და გადავიდა რაღაც სხვა სფეროში. და აი ეს ძალისხმევა დაუფასდა სამყარო და ნამდვილად და შემოსავალი ამ ეტაპზე ასე თუ ისე კარგად აქვს, ნორმალურად აქვს, მზარდი აქვს, იმიტომ რომ მთელი თავის რესურსი ამში გადაისროლა. იცი რა არის, ასევე თავისი თავი პოვა აი ამ საქმეში ამ ადამიანმა, იმიტომ რომ აბსოლუტურად განადგურებული ჩანს პირადში, როგორც მამაკაცი, როგორც ადამიანი და ერთადერთი ფუნქცია თავისი ნახა ბიზნესში, საქმიანობაში. ხო, აი ჩანს ახლა ნახე, გადავხედე რა მოუტანა ამ მაგიამ. ამ მაგიამ მოუტანა პირველ ეტაპზე თითქოს ეგონა რომ უყვარდათ ერთმანეთი, სტაბილურობა, მაგრამ ძალიან მალე, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი ფაქტად დარჩა და რაღაცა პერიოდი, დიდი პერიოდი სხვათა შორის იყვნენ ერთად, აშკარად იგრძნობოდა მათ ურთიერთობაში უსიყვარულობა და არათუ უსიყვარულობა, ძალიან ბევრი კამათი, ჩხუბი, სკანდალები, ოჯახური, მოკლედ, უსიამოვნებები, კონფლიქტები, ეს ყველაფერი იყო. ძალიან ხშირად მათთან. და რომელ სიყვარულზეა უკვე ლაპარაკი, არაფერი. ის იყო ალბათ არ ვიცი, შეიძლება გაგრძელდა მაქსიმუმ 1-2 თვე, შეიძლება არც კი, აი ეს რაღაცა თითქოს დამთვარი ურთიერთობა, მაგრამ აი მალე ჩამოიშალა. კი, მაგიამ დააბა სახლში, მაგრამ სიყვარულს ვერ ერევა ხოლმე. მაგია, ანუ შეიძლება მიზიდოს დააბას, მაგრამ სიყვარულის დაბადება ან დასრულება მაგის თემა არ არის. ეხლა ვნახოთ რა ხდება მეორე ქალთან დაკავშირებით. მეორე ქალთან დაკავშირებით პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ მათი ურთიერთობა იყო კარმული. რას გულისხმობ, რომ მათი ურთიერთობა იყო კარმული, ძალიან ღრმად გადავყავართ ტაროს და გვეუბნება, რომ ეს ორი ადამიანი წინა ცხოვრებაში ან უფრო მეტიც სხვადასხვა წინა ცხოვრებებში, ანუ რეინკარნაციებს გულისხმობ, იცნობდნენ ერთმანეთს და ქონდათ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები და რაღაც ვერ დასრულდა მათში, ამ წინა ცხოვრებებში და ეს ისტორია გაგრძელდა ამ ცხოვრებაში, ამ კონკრეტულ ურთიერთობაში. სიყვარული მათ შორის იყო თუ არა, დიახ, მათ შორის იყო ძალიან წრფელი, ნამდვილი სიყვარული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს იყო კარმა, რაც არ უნდა მომხდარიყო, სადაც არ უნდა წასულიყვნენ, რაც არ უნდა ექნათ, არ ვიცი, მაინც შეხვდებოდნენ და მაინც იფეთქებდა მათ შორის სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ აი როგორც კი დაინახეს ამ ადამიანებმა ერთმანეთი, ერთი ნახვით სიყვარულს რო ეძახიან, აი შეხედეს თუ არა ერთმანეთს, ორივე მიხვდა, რომ ეს არის ის, ეს არის ჩემი ცხოვრების ქალი და ეს არის ჩემი ცხოვრების კაცი და მათ შორის ძალიან დიდი ლტოლვა, ძალიან დიდი ენერგია იგრძნობოდა მაშინვე, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანების სულები ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ. მე ცხადია გავაგრძელებ ამ გაშლას, მაგრამ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი, თუ მოგწონთ გაშლა, დაალაიქეთ, ასევე დამიკომენტარეთ, როგორ რეზონირდება ეს გაშლა თქვენზე, თქვენი გაშლა თუ არ არის ეს თქვენი გაშლა, ან თქვენი ბიჭის და კაცის გაშლა თუ არ არის ეს გაშლა მისი
და ასევე ვისაც სურს ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, ჩემი ნომერია 591233507 ან მომწერეთ ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. ვნახოთ რა მოხდება. რა მოხდება აწი, რა იქნება აწი. ძალიან მალე გაიგებთ შეტყობინებას. შეიძლება ახლა ეს ჩემგან გესმით, რომ ისინი ერთად აღარ არიან, მათი ოჯახი აღარ არსებობს, მაგრამ ამის შესახებ შეტყობინებას გაიგებთ ძალიან მალე. რაღაცნაირად გამოჩნდება, არ ვიცი. ხო, გამოჩნდება ვამბობ, იმიტომ რომ წყვეტა იყო, ხო? ამ მაგიის საშუალებით იყო დიდი ხნის წყვეტა. თითქმის მთელი ცხოვრება გავიდა. აი ესე მაჩვენებს, მაგრამ გამოჩნდება ეს ყველაფერი აუცილებლად გამოჩნდება. შეიძლება ის გამოჩნდეს, შეიძლება ვიღაცა ან შეიძლება შემთხვევით, არ ვიცი, იგებთ მათზე ამბავს, მათ შესახებ იგებთ ამბავს. მაგრამ ეს კაცი ამ წუთას დღეს გააზრებულად შეყვარებულია თქვენზე, არ ვიცი, რატო წამომცდა ესე. ქალზე, რომელიც უყვარდა. რატო წამომცდა? შეიძლება ცოლი უყურებს ახლა ამ გაშლას. ან ის, არ ვიცი, ისე წამოვიდა ბუნებრივად. იცი, შეიძლება ამ მაგიისგან გონება იყო გათიშული დიდი ხნის მანძილზე და არ ახსენდება, მაგრამ ეხლა ნამდვილად ახსენდება ეს ქალი, ვინც უყვარდა. ძალიან აქტიურად. სიზმრებში არის კონტაქტი. სიზმრების თემა ამოდის და ვერ შეიკავებს ამ გრძნობას. აი, ბერა რაღაცა სახით გამოვა კონტაქტზე, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. ამ მამაკაცისთვის ნახე ეს ქალი როგორ ამოდის, ანუ ქალი რომელიც უყვარდა, როგორ ამოდის, ეს ამოდის არა მარტო როგორც სიყვარული სექსუალური პარტნიორი, ხო, ნება, არა, დიდი ცხოვრების მეგობარი. ამოდის ესე ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ცხოვრების მეგობარი. ეხლა რა მინდა ვთქვა? კიდე გრძელდება მამაკაცზე მაგიური ჩარევები, იმიტომ რომ ერთხელ გააკეთა ქონდა შედეგი, ეხლა წავიდა მისგან და ისევ უნდა რომ მიიღოს ეს შედეგი. მაგრამ არ ვიცი რა ხდება, დიდი ბლოკია. აი ამ კაცის ენერგიის გარშემო არის დიდი, აი წარმოიდგინეთ, ეს რომ ღობე რო აშენდეს, აი შუა საუკუნეებში რო იყო მაღალი კარიბჭეები და ძალიან ცათაბჯენების ხელა ღობეები. ხო, აი ესეთი თითქოს ესეთი დაცვა აქვს. არ ვიცი ვინ გაუკეთა ეს დაცვა, თვითონ სხვა ვინმე კეთილის სურვილმა, ვერ გეტყვი, მაგრამ ეს მაგია ვეღარ ეხება. ეს მაგია ვეღარაფერს ვერ ავნებს, რაც უკვე ავნო. აი ესე ამოდის. და ჩანს კიდე ესეთი რაღაც, რომ აი ამ ადამიანის გამოჩენა, ამ კაცის გამოჩენა იმასთან, ვინც უყვარდა, მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს სამყაროში, რომ ამ კონკრეტულ ცხოვრებაში ეს კარმული სამუშაო დაამთავრონ და დაასრულონ, რაც მათ ჰქონდათ. ეს მისია დასრულდეს და დამთავრდეს, რაც მათ ჰქონდათ. რაღაცა აქვთ დასასრულებელი, რაღაცა აქვთ, არ ვიცი, რაღაცაზე წერტილი დასასმელი, რაღაცის გარკვევა, დასრულება, ერთმანეთის გაგება, გააზრება, უფრო მეტად გააზრება. ორივე მხრიდან. რა იყო, რატომ იყო, რა მოხდა, ვინ არიან ერთმანეთისთვის. ეს კარმული ამბავი უნდა დასრულდეს. დასრულდეს ყველა ალბათ ავისებურად იგებთ, მაგრამ გაიგეთ ისე როგორც იგებთ, ეს საჯარო გაშლა არ ჩაუყრმავდები, არ დავაკონკრეტებ. მე კი ყველას ვუსურვებ ბედნიერებას, სიყვარულს და თავისუფლებას. სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ბონური სიყვარული არ არსებობს, დაბმული სიყვარული არ არსებობს და სიყვარული სტატუსები არ ქმნის სიყვარულს. სიყვარულმა უნდა შექმნა სტატუსები, თვამის სურვილია და არა სტატუსი. რახან გაქვს მაშინ აუცილებლად უნდა იყოს სიყვარული? არა. სიყვარული როა, იმიტომ იქნება ოჯახი. იმიტომ ერქმება მეუღლეები ერთმანეთს და
ასეც უნდა იყოს და ყველაზე გისურვებთ კი ამ ნამდვილ სიყვარულს და ნამდვილი სიყვარული რო გეწვიოთ უნდა იყოთ თავმოყვარე ადამიანები, გიყვარდეთ საკუთარი თავი და დაი შეიყვარეთ საკუთარი თავები. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი.